წეღან მეგობრებო, გამეთიშა. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მეგობრებო, ძალიან დიდი მინუსი იყო და არ ვიცი ახლა რას მიზავენ, მე მგონი სამსახურიდან მომხსნიან, როგორც აგენტ 007-ის მსგავსი პირი, ასეთ რამებში არ უნდა იჭრებოდეს, მეგობრებო, ლაივიდან უბრალოდ არ უნდა ვარდებოდეს, ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ ასეთი შეცდომები არ მოუვიდეს და მეგობრებო, აწი მე მგონი სამსახურიდან მომხსნიან. ლაივებს ვეღარ ჩავწერ ხოლმე, იმიტომ რომ არ გადამიხდიან თანხას და მე სულიც არ მექნება ლაივების ჩაწერის, ანუ პირდაპირ ეთერის ჩაწერის და თქვენ რა გეშველებათ, ეგ ნამდვილად არ ვიცი. ხო. ინფორმირებული იყავით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესიული საქმიანობა დავამსრულე, მეგობრებო, გუშინ განცხადება დავწერე, რომ მივდივარ მეთქი, ანუ აგენტობაზე ხელი ავიღე და ძალიან ეწყინათ, მაგრამ მითხრეს, რომ აი კიდევ ერთი თვე გვადროვეო და ერთი თვე კიდე იმუშავე ჩვენთვის რა და მეც ახლა რადგან პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან მაგარი აგენტი ვარ, ისე რომ მოკლედ ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ახლა საკუთარ თავზე ბევრს არ საუბრობენ, ჩემზე სხვებმა ილაპარაკონ. მივეცი შანსი და ერთი თვე კიდე მეთქი ლაივებს ჩავწერ თქო რა, ვუთხარი და ეცით მეთქი, აი უბრალოდ მეთქი იქ რაღაცა საუბარი იყო ისეთი, რომ ძალიან პირადული რა და საბოლოო ჯამში მაინც ჩავიჭერი, მეგობრებო, აი წეღან ლაივი მქონდა და გამეთიშა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი დიდი პროფესიული სირცხვილი. მე როგორც აქამდე ძალიან მაგარი ტიპი, ისე რომ ვერავინ ვერ იგებდა და როგორც მინდოდა ისე ვაკეთებდი, არაფერი არ ჩამოვარდნია რა, არც ერთი ლაივი არ ჩამოვარდნია და ჩემ თავს ვერ ვაპატიებ, მეგობრებო. ასეთი სისუსტე მე არ მეკადრებ. სამწუხაროდ დედაჩემსაც უნდა ვუთხრა, რომ სამსახურიდან წამოვედი. ეხლა ეცინება დედაჩემს არ შეერა. არც თქვენ არ ჯერათ მე მგონი და ხო მეგობრებო, იცით როგორ, ეხლა მე აგიხსნით რატომ წამოვედი სამსახურიდან რა. ჯერ ეგერთიც ძალიან ცოტა სიხდიდნენ. არ მომეწონა მე როგორც იხდიდნენ იქ. მეორეც ერთიც მიწევდა ძალიან დიდი შრომა, ანუ ძალიან დიდი სამსახურის გაწევა, ეხლა სამი შვილი აქეთ, მე აქ ჩართე იქ ლაივი ჩაწერე, იქ ის ამხილე იქ ის და მე მგონი რომ ძალიან რთული იყო ეს სამუშაო და ამ 4 წლის მანძილზე რაც მე ძალები დავხარჯე, არ ღირდა იმათ, რასაც მიხდიდნენ, მეგობრებო და ამიტომ მე მგონი რომ დროა ახლა ჩემს ოჯახზე ვიფიქრო და ხო ის ფული არ მიღირს არაფრად რა, მეგობრებო რა. არა. აი რაღაცაში რომ ადგებოდეს კიდე ხო, ანუ ზმანებს რო ყიდულობდე და მანქანას რო აი მანქანა მინდა რომ ვიყიდო რა და ეხლა მე მგონი სხვა სამსახურში გადავალ, უფრო მაგარ აგენტობაზე შემომთავაზეს თან რა და
ვფიქრობ, რომ იქ უფრო კარგი იქნება და ხო ეთყობა იქაც, ეხლა იქ ცოტა მოვუმატებ რა თანხას, ვეტყვი რომ ისე გამოვიდეს, რომ ბენზინის ფულიც ვქონდეს და თანაც მანქანა გამომიყონ. ოღონდ ისეთი მანქანა არა რა, აი კარგი მანქანა რო იყოს და ხო და ხო, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი შრომატევადი სამსახური იყო, ხო? ეხლა რა თქმა უნდა 4 წლის მანძილზე ადამიანური ისიც იყო, გავიცანით ერთმანეთი და შევეჩვიეთ ერთმანეთს და ყოველდღიურად ჩვენ გქონდა კონტაქტი და ვესაუბრებოდით ერთმანეთს. მოკლედ ეს ხომ ემოციურად მაინც ხარ ბმაში რა, რთული იყო ჩემთვის წამოსვლა იქიდან, მაგრამ მე მგონი რომ გადავიდან ამ ყველაფერს თქვენთან ერთად მეგობრებო. მართალია თქვენთან აღარ ჩავწერ ხოლმე ახლა ლაივებს, იმიტომ რომ სხვა ლეველზე გადავინაცვლებ, აი მაგალითად ახლა ესეთი ლეველი, როგორ ეცი, მარტო ვირტუალური სამყარო აღარ კმარა რა და ახლა უკვე გამოვჩდები ხალხშიც და იქ უფრო მეც გადამიხდიან რა, იმიტომ რომ ხალხში გამოვჩდები. ახლა აგიხსნით როგორი იქნება, იცით მეგობრებო, აი როდესაც ვირტუალურად ენერგიას გასცემ, ეს სხვა ენერგიის გაცემაა, ვიდრე როდესაც ხალხში ხარ. ხალხში როცა ხარ, მეგობრებო, იქ სხვა ენერგიას გასცემ, ის 2 მაგი კი არა და 10 მაგი ენერგია არასაც გასცემ და ჩემი ლაივები მეგობრებო, უბრალოდ როგორ იქნება, იცი? ამ სახით აღარ იქნება იმ სახით, რომ თქვენ უნდა მოხვიდეთ აწი და მიხილოთ იქ ადგილზე და მერე წახვიდეთ სახლში. ხო, ცოტა გაგირთულდებათ თქვენ, მაგრამ ახლა რა ვქნა მეგობრებო, ყველაფერს თავისი მსხვერპლი აქვს რა, ყველაფერი თავის მსხვერპლს მოითხოვს. ძიანშანი, ხო, ლაშაცია. მომენატრებით მეგობრებო, ძალიან. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გარდა მონატრებისა, მე თქვენ ყველას გაგიცნობთ პირადში. პირისპირ, თვალი თვალში, ცხვირი ცხვირში, პირი პირში. ხო, მეგობრებო, ხა რა ხდებოდა ამ 4 წლის განმავლობაში? მე ვინ მავალებდა და ვინ იყო ჩემი დამსაქმებელი? ეს გასაიდუმლოებული თემაა მეგობრებო, ამას როგორც ესეთი მიუხედავად იმისა, რომ წამოვედი სამსახურიდან, ამას როგორც ესეთი, როგორც აი უშიშროების ხალხი არ ამბობს, ისე ჩვენ არ ვამბობთ ხოლმე აგენტები. იმიტომ რომ ეს ჩვენი პირადი ესეთი მორალური და როგორ გითხრათ, პროფესიონალური თვისება ასეთი. ჩვენ ეს გვასწავლეს დაბადებიდან და რო იცი რაღაც, იმას ნაკლებად ადვილად გადაახტები ხოლმე, ხო და ასე რომ მეგობრებო, მე ვერ გავთქვა იმას, ვისთანაც ვმუშაობდი, მაგრამ მოგცემთ მინიშნებებს. მაგალითად მინიშნება არის ასეთი მეგობრებო, აი დედის მუცელში როდესაც ხარ, მათ უკვე იციან. როდესაც დედის მუცლიდან გამოსვლას აპირებ, ეგეც იციან და სხვადასხვა დედის მუცლიდან გამოსვლა მათ გარეშე არ ხდება. ხო, ბევრი აგენტი ყოფილა, რომ აი დედის მუცელშივე მოუკვლიათ. იმიტომ რომ იქ უკვე დაუნახიათ, რომ იქ ის ვერ შეძლებს რაღაცეებს და ამიტომ იმდენ ხელა ინფორმაციის მატარებელი არის უკვე დედის მუცელში მყოფი ეს აგენტი, რომ არ აწყობთ და სანამ გამოვა მანამდე კლავენ. ეხა იმათთვის არაფერი არ არის, ის უბრალოდ ხორცია რა, მეტი არაფერი არ არის და ხო და მეგობრებო, სახელი ახლა მაინც სახელი არ უნდა იცოდეს ადამიანმა, რა საჭიროა სახელი, მთავარია იცოდე რას აკეთებს და როგორ, ხო? დამეთანხმებით. ხო და ახლა ერთი წუთით პროფესიონალური ჩემი პროფესიიდან გამომდინარე უნდა შევამოწმო, მაგრამ რამდენი პროცენტი აქვს ჩემს ტელეფონს, ხო, საკმარისია. ხო და
როდესაც იბადები მეგობრებო, მე გასწავლიან იმდენამეს გასწავლიან, რომ ჯერ მარტო ხელების მოძრაობას, ფეხების მოძრაობას, თვალების გახელას დახუჭვას, მე იქ სუნთქვას იქ იმ რო ჩამოთვალო ახლა ერთი დღე არ მეყოფა, გასწავლიან ყველაფერს. მე ენას გასწავლიან, მე ცოტა მოგვიანებით გასწავლიან წერა-კითხვას, იმ წერა-კითხვაში მე გასწავლიან ვინ როგორი ტიპია, იქ უკვე გეუბნებიან, რომ აი ეს ისეთია, ის ისეთია, ეს ისეთია და აი ესე იქიდან სწავლობ შენ ადამიანის პროტოტიპებს. ხო, აი მაგალითად მასწავლებელი ესეთია, მოსწავლეები ესეთი არიან, ცოტა მოზრდილი ესე რაღაცა ჩამოგიყალიბდება მე აზროვნების უნარს გასწავლიან და ამის მერე მეგობრებო ხდება ესეთი რამ, რომ გაძლევენ თავისუფალი არჩევნის საშუალებას. გინდა წახვალ უნივერსიტეტში, სკოლას რო დაამთავრებ და გინდა დარჩები უნივერსიტეტის გარეშე. თავისუფალი ნებით მეგობრებო თქვენ ირჩევთ, ანუ თქვენ რა ის აგენტები ირჩევენ, რომ აი მე მინდა მაგალითად წავიდე უნივერსიტეტში და ჩემი საფეხური ლეველი, ესე რომ ვთქვათ, ინგლისური ენიდან რომ დავისესხოთ, ჩემი ლეველი ცოტა ავიმაღლო. თუ ვთქვათ, უნივერსიტეტში არ წახვალ და დარჩები, ვთქვათ, აი იმ საზოგადოებაში, რომელიც საზოგადოებასაც არ აქვს მაღალი განათლება მიღებული, იქ სხვა საქმეების კეთება გიწევს. მაგალითად, იქ გიწევს ზოგან თოხის ხელში აღება და ბარვა და მიწის დამუშავება და ვიღაცასთან ჩხუბი და იქ ის მშენებლობაზე მუშაობა და რაღაცები სხვანაირი აგენტის სიტუაციებში ხარ რა, ანუ ვითარებებში და შეიძლება ზოგჯერ მოგიწიოს კიდევაც საერთოდ უსაქმურად ყოფნა. აი იჯდე და ელოდებოდე მთელი ცხოვრება, როდის დაგაკავებენ, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე ისე მოხდეს, რომ არც დასჭირდეს აი იმ საზოგადოებას, რომელ საზოგადოებაშიც ახლა მე ვმუშაობ და რომელიც მიხდი და არც დასჭირდეს შენი მონაცემები და ისე როგორც ხარ, ისე გამყოფოს ბოლომდე. ხო, მე არ თუ აირჩევ მაგალითად როგორც ახლა მე საკუთარი ნებით დავირჩიე რომ უნივერსიტეტში წავედი, იქ 1, 2, 3 პროფესია რაღაცა განვითარ და აქ უკვე მეგობრებო ესეთ მაღალ დონეზე ხარ რომ იცით როგორ გიხდიან მონეტიზირებით კი არა და იმით რა ქვია ფულით აქ სხვანაირად გიხდიან აქ უკვე ენერგიებს გიგზავნიან გესმის და აქ მოკლედ ერთი ამბებია რომ იქ შენ გიწევს დებატები იმასთან საუბარი იქ ის და იქ ერთი სიტყვით შენ ხდები დაახლოებით ესე რომ ვთქვათ მოდერატორები რო არიან აი ესეთი მსგავსი ტიპი ხდები შენ სხვადასხვა საზოგადოებების დამაკავშირებელი პირი ხდებით ზოგიერთი საზოგადოებისგან შეიძლება კიდევაც მოითხოვონ ესეთი რამ რომ შენ ის უნდა განადგურო ბოლომდე რატო იცი იმიტომ რომ ის საზოგადოება ვერ გაჩავს იტყუება იქ რაღაცა ცხარი ქლისტყავში გამოწყობილი ცხარია და ისინი არ მოსწონთ არ ევასებათ იქ მე ვისთანაც მუშაობდი ახლა ეგეთები არ ევასებოდათ რა და ამიტომ ისეთ ხალხს ის ყველაზე ძლიერ აგენტებს მაგათთან აგზავნიან და მაგათ იცით როგორ ჩვენ ვუწოდებთ ამას მხელას აი თქვენ საზოგადოებაში და ჩვენ რას უწოდებთ ხოლმე იცი ბოლომდე მიაწექი არ დაიხიო უკან საკუთარი სისხლი და ხორციც რომ დაგჭირდეს რომ გაიღო ბოლომდე მიწოლა ქვია მაგას რა ჩვენი ენით ახლა იმ საზოგადოებაში მე რა საზოგადოებაშიც ვმუშაობ ხო და აქ უწოდებენ მხელას უბრალოდ მხელა ხო
მივხვდით ხო? ანუ დაახლოებით ახლა მივხვდებოდით რა საზოგადოებაში მიწევს მე ურთიერთობა. ახლა მე კიდე ერთ ნიშნებას მოგცემთ მეგობრებო. ეს საზოგადოება უხილავია. ანუ როგორ დონეზეა იცით? ამის შესახებ თან იცის საზოგადოება და თან არ იცის. ანუ როგორი რამეა იცი? აი, უნდა ირწმუნოს. სხვანაირად ვერანაირ შემთხვევაში ვერც შეეხება და ვერც დაინახავს, უნდა ირწმუნოს. გესმით? აი ეს საზოგადოებასთან მაქვს ურთიერთობა. ხო, ეხლა ზოგიერთი აი აქ დედამიწაზე ცხოვრები ამას უწოდებს რელიგიას. მაგრამ ეს ცოტა ოდნავ მცდარი პოზიციაა. ზოგიერთი უწოდებს ზეციურ სამყაროს. ხო, ხელა მელა ელა კი ისო. ზოგიერთი იცით რას უწოდებს? ილუზიას. და ნუ 1000 გვარი აზრი არსებობს. ეხლა ჩემი კონკრეტული სამუშაო რა იყო იცით მეგობრებო? აი მაგალითად, ჩემი კონკრეტული სამუშაო აქამდე იყო ის, რომ ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგლები მეპოვა და ისინი ბოლომდე მიმეწოლა რა, ისინი ბოლომდე მივსულიყავი მათთან. აი ეს იყო ჩემი სამუშაო. მეტი ეხლა ნუ რა არის ის მანამდე რა თქმა უნდა ეს პროფესიები რომ განვითარება რომ მოხდა ჩემი იქ ჩამოყალიბება და აგენტი 007-ის გამოწორთნა. ნუ 007-ს მე არ მიწოდებდნენ, იქ სხვანაირად მიწოდებენ. 007 ეგ ის არის ჯეიმს ბონდა, მაგრამ მე იქ სხვა სახელი მქვია რა. ხო, ნუ ეხლა მაგასაც ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გითხრათ მე ხო გაიგებთ. თუმცა არც დიდად მოკლედ გეტყვით რა ერთი სიტყვით. მე თამარი მქვია რა, იქაც და აქაც. თამარ 001. ხო, და ეს რა ქვია, აქედან გამომდინარე რა უნდა მეთქვა ახლა აზრი გამიწყო და მოიცა. ხო, უნდა მივწოლიყავი ბოლომდე და საბოლოო ჯამში ის განვითარება რაც ჩემში მოხდა და ის ჩამოყალიბება რაც მათ ჩემზე დახარჯეს და იწვალეს და მოკლედ მთელი ენერგიები ხარჯეს და ნუ მეც რა თქმა უნდა თავისთავად მე აქედან ჩემინებით მუშაობდი მათთან ერთად და საბოლოო ჯამში ყველაზე რთული დავალება მომწეს რა. აი გეტყვით 2000 წლის წინ დაახლოებით ეგეთი დავალება ქრისტეს მისცეს, ქრისტეს და დაახლოებით მაგვარი დავალება მომწეს მეც, რომ ყველაზე რთული საქმე უნდა მეთავარა. ოღონდ ეხლა განსხვავება რაში იყო იცი? 2000 წლის წინ მაშინ სქესში განსხვავება ეხლა მიუხედავად იმისა, რომ იბრძვიან აგენტები, რომლებსაც სურთ რომ სქესი მოხსნან საერთოდ, აქ სქესი არსებობს, მინდა გითხრათ მეგობრებო. და სქესში ძალიან დიდი პოტენციალი დევს და იციან ჩემ იქ ვისთანაც მსახურობდი მე, ნუ ისაც მე მსახურებოდი. იქ იციან რომ სქესში ძალიან დიდი პოტენციალები დევს. მაგალითად ქალს სხვანაირი რაღაცები შეუძლია, მამაკაც სხვანაირი რაღაცები შეუძლია. იქ გადანაწილება ხდება და ამიტომ 2000 წლის წინ, როდესაც ქრისტეს დავალება მისცეს, ხო? ამ ხორცში ჩამოსულიყო და იქ რაღაცები გაეკეთებინა და ჯვარს ცმულიყო. ის მამაკაცი იყო, იმას სხვანაირად მისცეს და მერე უკვე 2000 წლის მერე, როდესაც ეს საჭირო გახდა, რომ ისეთი აგენტი კვლავ მოეგზავნათ აი ამ დედამიწაზე და ოღონდ ეს ყოფილიყო ქალი და მას აიღო თავის თავზე ურთულესი დავალებები. და ბოლომდე მიიყვანა.
აი ესეთ დავალებას ვასრულებდი მეგობრებო, მაგრამ ეხლა უყურე ნახე საინტერესო რა მოხდა. იცი, თამაშის გადანაწილება მოხდა ეხლა. მოხდა ისე, რომ აი ნახე, ჩემი სამსახური, სადაც მე ვმუშაობდი, ხო, არის ვიღაცაზე დამოკიდებული და აი იმ ვიღაცაზე, ვიზეც დამოკიდებული იყო, ხო, იმან შეცვალა აბსოლუტურად ყველაფერი თამაშში, გესმის და მოკლედ მოუწიათ, რომ ამ თამაში სხვადასხვა დავალებები სხვადასხვანაირად გადაინაწილებინათ და ეხლა მე რაც დავალება მომცეს ის, რომ აი ვირტუალურად უნდა მემხილა მე ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც მაგალითად ზღვის წყალში გამოწყობილი მგლები იყვნენ, დასრულდა ეგ თამაში, გესმის და ეხლა ნახე როგორი რაღაცა, ეხლა მეც ხომ მივხვდი, რომ ეს თამაში დასრულდა და სადღაცა ჩემი განვითარების ეტაპები უნდა გადასულიყო სხვა ლეველზე, ანუ სხვა საფეხურზე, ხო? ამიტომ მე მათ წინასწარ განუცხადე, რომ აი მე თქვი მიდივარ სამსახურიდან რა, აღარ მინდა უკვე დავიღალე ამ მარტო ვირტუალური სამყაროთი მხელა და ეხლა სხვანაირად მინდა რა და მოკლედ ერთი სიტყვით ამ ჩემმა სამსახურმა მითხრა ეს რაღაცა ერთი თვეც გვადროვეო და მე მოვიფიქრეთ რაღაცასო და მე ვფიქრობ რომ ერთი თვე კი ვადროვებ ეხლა ამ ჩემს დამსაქმებელს, მაგრამ მე მგონი აღარ დავრჩები მათთან რა, მოკლედ მე მინდა რომ ეხლა უკვე სხვა ლეველზე გადავინაცვლო. ხო და ხო, ნახოთ ერთ თვეში რას იზავენ, რას შემომთავაზებენ, მაგრამ ნახოთ როგორ როლს. ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, მეგობრებო, აგენტები როგორ არსებობენ რა, ეხლა მე გეტყვით რა, აგენტების გადახდა ხდება ესეთი საკითხით. გაინტერესებთ მეგობრებო ეს თემა? მოგიყვეთ კიდე? მოგიყვეთ? დამიწერეთ კი ან არა? მე გეტყვით რა პირობები უნდა კონდეს აგენტს რომ დაიწყოს მუშაობა ამ განხრით. პირველ რიგში აგენტი უნდა იყოს მსგავსი უკვე ყოფილი პირის, აი ვიღაცა მაგალითად თამარ მეფე იყო და შემდა იყო მისი მსგავსი. ეგ უნდა იყოს პირველი თუ იმის შესრულება გინდა რაც მე შევასრულე, აი ესეთი უნდა. პირობა არის ეგ. მეორე პირობა არის აუცილებლად უნდა იყო ადამიანი. აუცილებლად. ხო, სოფია საინტერესებს. აუცილებლად უნდა იყო ადამიანი. მესამე პირობა არის მეგობრებო, რომ როდესაც ადამიანად დაიბადები, ხო, იქ არ დარჩე. ხო. მეოთხე პირობა არის აუცილებლად იცოდე ქართული ენა. სხვა ენები არ გევალება, ქართული ენა გევალება. მეხუთე პირობა არის, რომ საბოლოო ჯამში შენ შეგეძლო სული წმინდის მსგავსად სიტყვის გამოთქმის საშუალება. ანუ მეტყველი იყო. ხო, მეხუთე პირობა იყო ეგ. მეექვსე პირობა არის ის, რომ შენ შეგეძლოს გარჩევა ცუდისა და კარგის. მოკლედ, არსებობენ იქ პირები, რომლებსაც არ შეუძლიათ ცუდისა და კარგის გარჩევა, ისინი უბრალოდ იღებენ დავალებას, მოდიან, ცხოვრობენ და ასრულებენ იმას, რასაც ეუბნება, მაგრამ აი უნარების მქონე აგენტი, ანუ აგენტი, უნარიანი აგენტი, ის სხვანაირად იღებს გადასახადს, მაგალითად, ტალანტების სახით, ღმერთი გაძლევს შენ ტალანტს, ნუ ეს ტალანტი ჩვენ წარმოგიდგენია ესე იგი ფულის სახით, მაგრამ ეს ტალანტები სხვადასხვანაირი არსებობს, მაგალითად ტალანტი ნიჭში, ტალანტი უნარში, ტალანტი მეტაფიზიკაში და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი რაღაცები არსებობს. ნუ ხედვებში ტალანტი,
ეხლა აღარ მახსენდება ზუსტად დაახლოებით 150 სახის ტალანტი არსებობს. 150 სახის ტალანტი, ხა ყველას ვერ ვიხსენებ რა, რაც მნიშვნელოვანი იყო ის ჩამოგითვალეთ და როდესაც შენ ამ ტალანტებს მოგცემენ და შენ ამას მიწაში კი არ დაფლავ, შენ ამას გამოიყენ, განავითარებ, აი მაშინ უკვე მეგობრებო ენერგიები გემატება. მატერიას დიდად მნიშვნელობა არ აქვს, ამათთვის მატერია დიდად არ ფასდება, იმიტომ რომ მატერია არის ძალიან წარმავალი და ისე როგორ გითხრათ, აი არამდგრადი მასა, ხო? არამდგრადი, იმიტომ რომ ის ყოველ წამიერად, წუთიერად არის განვითარებაში მატერია. და მდგრადი მასა, ეხა იმ მდგრად მასაზე გადავედით, ეს არის ჩვენ რასაც ორნაირად ვეძახით, ეს არის ერთი სულთან კავშირში, მეორე ასტრალში ყოფნა. ასტრალური სამყარო, ანუ სულთან კავშირი. მდგრადი მასა რატო არის ეხა ეს მეგობრებო, იცით? აი მდგრადი მასა იმიტომ არის, რომ სულთან კავშირის დროს ცვალებადი არაფერი არ არის, დგას, მყარია. დასაბამიდან დაუსაბამობამდე, დასაბამიდან უსასრულობამდე ერთი და იგივეა, ანუ არ იცვლება. მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ ახლა მენტალურ დონეზე ჩამოვალთ და აი იქ მენტალურ დონეზე ვთქვათ, მაგალითად გეტყვით ახლა რა, მოგცეს ტალანტი, ხო? გადაგიხადეს შენ შეასრულე საქმე, ტალანტით გადაგიხადეს, ხო? შენ ეს ტალანტი განავრცე. ტალანტის განვითარება ხდება მენტალურ სივრცეში, მენტალურ დონეზე და აი ამ მენტალში შენ განავითარე და აქ არის, ნახე, ჩვენ ხო გვეუბნებიან ახლა, რომ აი ქართული ანბანი და განვინთან დგავარ და 369 და 369 ტესლას გქონდა. აი განვინთან და განვითარებაში არის მენტალური დონე, რომელიც არის არამდგრადი. ის სულ განვითარებაშია. აი მატერია კი ძალიან საინტერესო რაღაცაა რა. მატერიაში აი მაგალითად მოგცეს ტალანტი. და შენ აი მენტალში სულ განვითარებაშია და განავითარე, სულთან დაკავშირდი, ანუ ასტრალში დაკავშირდი, ანუ სიმყარესთან დაკავშირდი და მყართან უკვე კავშირი გაქვს, ოღონდ განვინთან დგახარ და განვითარებაშია ეს მენტალი სულ, ოღონდ აი ამასთან უკვე მიები, აი ავატარში რო ვიგულისხმოთ, თმას რო აიღებენ ხოლმე და რო შევარდენ მყართან მიები, ეგრე დაახლოებით ესე მიები მყართან განვითარებაში ხარ და აი მატერიაში ხა საინტერესო მდგომარეობა რა არის, იცით მეგობრებო, რომ მატერია შოთა რუსთაველი ამას კარგად ახსნის, ვახსოფელ ორაში განხარ, რას გვაბრუნებ, რას ნექშირსა, მატერია არის სულ ერთი და იგივე წრესდადის. განვითარებაში არის, მაგრამ არა ბოლომდე. ანუ განვითარებაში არის ერთ წრეზე. დაასრულებს წრეს, ისევ თავიდან დაასრულებს წრეს, ისევ თავიდან დაასრულებს წრეს, ისევ თავიდან. და ესე ერთი და იქ, ანუ განვითარებაში მთლად ვერ არის რა. ჩახვეული აქვს მატერიას. ჩახვეული აქვს ერთი და იგივეს იმეორებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირობა ერთი, პირველი პირობა გაიხსენეთ, რაც მე გითხარით, რომ აუცილებლად იყო მსგავსი ვინმესი. მაგალითად, როგორც მე ვარ თამარ მეფის მსგავსი, ხო? რაც შემდეგ ამას მე კვლავკიბითობა ეწოდა, ზოგმა რეინკარნაცია უწოდა, ზოგმა რაღაცა. ნუ ეხლა ბევრი პროგრამები არსებობენ, ბევრი მაგალითად აგენტები არსებობენ, რომლებიც ცდილობენ ეს დაარქვან, ის დაარქვან, სახელი გადაუკეთონ, იმიტომ რომ მე მყართან კავშირი გააწყვეტინონ განვინს, ანუ მენტალურს და აი ესე ცდილობენ, რომ ეს პროგრამები, იგივე აგენტები, სახელები მუდმივად გადაუკეთონ. იმიტომ რომ
როდესაც შენ თქვათ აი დასაბამში გერქვა დასაბამში გქვია იესო თქვათ სიტყვაზე ხო როდესაც იესოს დასაბამში ქვია იესო მას უსასრულობაში ანუ იმ უსასრულობაში რომელ უსასრულობაში ის კვლავ განვინთანთან მოვა და კვლავ იმ წრეში რვიანში ჩამოვა მან არ დაკარგოს თავისი იდენტობა და მას ისე ვერ ქვას იესო, ხო? აი პროგრამები ცდილობენ რომ ამ იესოს სახელი გადაუკეთონ და აი ხან იეშუა, ხან ის რაღაცები დაარქვან რა. მაგრამ როდესაც მყართან კავშირში ხარ, ხო? აი ქრისტე რო ამბობს რომ მართალს გეტყვით თქვენო თავის მოწაფეებს რომ უბნება სანამ დავიბადებოდიო, მანამდე უკვე გიცნობდიო, სანამ დაიბადებოდი, მანამდე უკვე გიცნობდიო, ხო? აი ეს მომენტია რა, რომ მყართან კავშირი აქვს, მყართან არ დაშორებულა მყარს. და აი სამყაროსაც კავშირი აქვს მყართან. სამი ყარია ეს, იცოდეთ რა. ხო. სამყართან კიდე აი სამყართან კიდე ნახე თვითონ სამი ყარი არის, მაგრამ თუ მყარს ავიღებთ, ხო? იქ არის მყართან და ეს არის კიდე სარი. უბრალოდ სარი კი არა, სანი, იმიტომ რომ არის ანი. არის სარი, არის ანი. ორივე შეიძლება იგულისხმოს სარი ან სანი. სანი კიდე ნათებაა. მოკლედ ერთი სიტყვით თუ მყართან კავშირში ხარ, ესე იგი შენ გეძლება უსასრულო ენერგია და გაიხსენეთ ის, რასაც ქრისტე ასწავლის მაგდალინელს, რომ არ დამორჩილდე სიკვდილს და არ დამორჩილდე, ნუ დაემორჩილები სიკვდილს და ნუ დაემორჩილები გვამს. აქ ხდება უკვე უსასრულო, მაგდალინელს რო სცოდნოდა ამდენი ის უკვდავებაში გადაიზრდებოდა, მაგრამ მაგდალინელს იმ პერიოდში იმდენი არ ესმოდა, რამდენიც მერე. გესმით, მაგდალინელი მატერიაში, მენტალურში გაზრდილი იყო, მაგრამ მყართან ვერ იღებდა კონტაქტს, მყართან ვერ კავშირდებოდა. ამიტომ მაგდალინელს კიდევ მოუწევდა კვლავ გებითობა და შემდეგ მყართან დაკავშირება, იმიტომ რომ ეს ყველა უნდა მოახერხოს. მოკლედ ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგლები ცდილობენ რომ ეს ცოდნები დააბნიონ ხალხში და სხვადასხვანაირად აუხსნან და სხვადასხვანაირად აუგრძალონ და ამიტომ მეგობრებო აუგრძალონ რას ნიშნავს, ხო? აუკრძალონ არასწორი სიტყვა მეგობრებო, აქედან ეს პროგრამა არის, რომელმაც დაამახინჯა ეს სიტყვა, რომ ვერ გაიგო მისი არსი. ასე რომ ძალიან ბევრი აგენტები არიან ჩამოტვირთული და ამ აგენტებს ცოტა უჭირთ რა. იმიტომ რომ უკვე მყარმა იმდენად ახლა მერისთვის ვარ მოსული აქ. ხო, ან ქრისტესთვის იყო მოსული, ხო? ნუ ეს პროგრამები რომ გაეთიშა მთლიანად. ამიტომ მეგობრებო ეს აუგრძალული, ანუ აუგრძალვა და აგრძალვა, ხო? მოიცადე ერთი წუთით ბავშვებო, რაღაცას ვხედავ, ინფორმაცია ჩამოდის. ხო, გასაგები. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით თუ ჩვენ დასაბამიდან იმ მყართან ვერ დავკავშირდით, მაშინ ჩვენ ვერ დავკავშირდებით სიცოცხლესთან. და ის სიცო
ცხრესთან კიდე არის ცოცხალი ხე. ხესთან უნდა დავკავშირდეთ. მეგობრებო, მე ვახსენე ავატარი და თქვენ აუცილებლად დააკვირდით ავატარს საღვთისმეტყველო ენით. იცით თქვენ რამხელა ინფორმაციებს გაძლევთ ავატარი და რა ხდება მან? პირდაპირ გეუბნებიან ყველაფერს რა, მაგრამ ვინც ხვდება. ვინც ხვდება, ის უკვე მყართან კავშირშია. ვინც ხვდება, ავატარში რა ხდება და რა ინფორმაციებს გაწვდიან. ხო და მაგ ავატარს ქართული ენა ამხელს. ამხელს იმიტომ კი არა, რომ ცუდი რაღაცა, ამხელს იმიტომ, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ქართულ ენაში დევს ის ინფორმაცია, რასაც ავატარი ვითომ ფლობს, ვითომ ხელოვანის თვალსაზრისით რა, ვითომ სპილბერგთან მივედი ისე კემერონს, ჯეიმს კამერონს გაეხსნა რა, ვითომ ჯეიმს კამერონს გაეხსნა. არა და მე გეტყვით პირდაპირ მნიშვნელობით, ჯეიმს კამერონს კი არ გაეხსნა, ჯეიმს კამერონს აწვდიან ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ვატიკანის ბიბლიოთეკიდან. ეს დანარჩენი აგენტები არიან, ვინც მუშაობენ ფილმებზე და ასე შემდეგ. ეგენიც არიან სერიოზული აგენტები. ეგენი როგორი აგენტები არიან, იცი გეტყვით, შუამავლობის დროს თამაშობენ. არც მწვადი უნდათ დაწვან, არც შამფური. ნახე, მათ უნდათ რომ თავიანთი ძალაუფლება შეინარჩუნონ და თან ინფორმაციები მოგაწოდონ, რომ მერე მგითხრან, რომ აი ეს ხო ნახე, ჰაკ რატო ვერ დაინახე? მე ხო მგითხარი ყველაფერი. გესმით? და მე რომ მგითხარი ყველაფერი, ჩემო კარგო, მე ვეღარ დამაბრალებ, რომ მე შენ არ გითხარი. აი, საინტერესო მომენტია, აქ უკვე გველისა და ევას თამაშია, გესმის? ევა ჭკვიანი აღმოჩნდება თუ გველი. გველი ეუბნება, გველი აწვდის ინფორმაციას ევას. მაგრამ ევა თუ ვერ მიხვდა ის, რასაც ჩალიჩება, ხო? შეიძლება კიდევაც განიღმრთოს. და განუღმრთობა, მეგობრებო, თქვენ გონიათ რამე საინტერესოა? ეხლა ვეკითხვით თქვენ, რომ როდესაც ღმერთი ქმნის ადამს, მას რატო შეშურდება ადამის, იცი? ადამი უფრო ახლოს არის იმ უზენაესთან და უსაბამოსთან, ვიდრე თვითონ ეს ღმერთი. ღმერთი არის ერთ-ერთი აგენტი, რომელიც ასრულებს ვითომ ყოვლადშემძლეს როლს, მაგრამ აგენტია. ყოვლადშემძლე იცი ვინ არის, მეგობრებო, მაგარია, იმიტომ ქრისტე არის ყველაზე საუკეთესო აგენტი რა. ყოვლადშემძლე არის ის, რომელზეც ქრისტე საუბრობს. აი ის დედა და მამა, რომელზეც ქრისტე საუბრობს. ხო და ამიტომ გეუბნებით რა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მიდის ახლა ევასა და გველის საუბარი, გაიხსენეთ, რა ვთქვი, მატერიაში ერთი და იგივე წრეზე დადის. მენტალში ევა განვითარებას, ანუ განვითარებაშია, გველი მყართან. გველი არ არის განვითარებაში. თუმცა გველის განვითარებაშია იმ ვითარების მიხედვით, რა ვითარებაშიც დღეს ვართ. გველი სამივეშია, იმიტომ რომ გველი გველია, ხო? განის ველია. ევა არის მატერიაში, ერთი და იგივე წრეზე დადის, არ გიგონოთ, რომ ევა მოკვდა, ევა სულ მუდამ იბადება და მენტალში ევა, ხო? ერთ-ერთი აგენტია, რომელმაც უნდა მიხვდეს თავისი საქმე შეასრულოს ბოლომდე. გაიხსენეთ, ბოლომდე მიყვანა რას ნიშნავს. ეხლა ევამ რაში უნდა დაიჭიროს გველი, რომ საბოლოო ჯამში წაგებული არ აღმოჩნდეს. ანუ არ განიღმრთოს, არამედ შეუერთდეს მყარს. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ევა როცა ვაშლს შეჭამს, ის განიღმრთობა. მაგრამ
განღმრთობა არ არის ბოლო ეტაპი. ბოლო ეტაპი კი არა, ბოლო ეტაპი არ არსებობს საერთოდ. მყართან შეერთება არის ის, რომ ევამ გააცნობიეროს რას აკეთებს. ისე კი არა, რომ აი იმან უთხრა და ჭამა. არამედ ევამ უნდა გააცნობიეროს ეს, რასაც ჭამს, ის ვისთან არის კავშირში. და რასთან არის კავშირში და რატო არ უნდა ღმერთს, რომ მან ეს ჭამოს და რატო უნდა გველს, რომ მან ეს რატომ არ უნდა ღმერთს, რომ მან ეს არ ჭამოს და რატო უნდა გველს, რომ მან ეს ჭამოს. ვითარება ევასი არის ძალიან საინტერესო კითხვა ისმება, მეგობრებო, რას უნდა მიხვდეს ევა. ჩემო პატარამ დააჭირა ბრაზიან სმაილებს ხელი, არა უშასო. არც დამინახავს. რას უნდა მიხვდეს ევა? ევა უნდა მიხვდეს რა ინტერესი აქვს ღმერთს და რა ინტერესი აქვს გველს. რომ არც ერთი მისთვის არ არის. აი ევა რას უნდა მიხვდეს, იცით? ვინ შექმნა ეს ღმერთი და ვინ შექმნა ეს გველი? ის ვინ არის? ის იმას უნდა მიაღწიოს, მყართან უნდა დაკავშირდეს, ხო? აი ეს მყარი მეგობრებო, ხო? მანის ყანი არიო გეუბნება. თვითონ სიტყვაში არის მანის ყარი ყანი არის. მან მ ასობგერა მანია, ყ ასობგერა ყარია, ყანია უпроსწორად და არის. მანის ყანი კი ვისი ყანაა? მან არის. მან არის ყარი. ნახე, მყარის მეშვეობით ჩვენ ხვდებით, რომ მან და არის. მაგალითად, მანზე ვიტყვით ჩვენ, რომ მან ესა და ეს გააკეთა. მან მომცა, მან მისცა, მან შეურაცხო, მან გააკეთა, ააყვავა, მანის. მან ყან არის გრამატიკაში ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგალითად, მან ყან არის კი არა, ის ყან არის უნდა იყოს, ხო? რაღაცნაირად პირში არის შეცდომა რა. მან ყან ქნა, მაშინ ესე უნდა ვქნა. მან ყან ქნა. მან ყან არ. ხო, მან ყან არ. თუ მან ყან არის, მაშინ ესე იგი, როგორი რაღაცა იცი? არის აწყოში, არის ვიტყვით აწყოში. ყანი არის უბრალოდ ადგილმდებარეობა, მან კი პირი. მან ყან არის. თუ მყართან კავშირში ვართ, ესე იგი აწყოსთან კავშირში ვართ, ყანთან კავშირში ვართ და მანთან კავშირში ვართ. მან. აი მან არის, ხო? მან არის. უნდა გავიგოთ როგორ ზის ჩვენში. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ არის ეს მყარი სიტყვა გვეუბნება, რომ ვართ, ესე იგი, სადღაც ვართ, ყანში ვართ, ანუ ყანა იცით რა არის, ხო, ბაღი, სადღაცა ყანა. თქვათ, რაღაცა ადგილია, ანუ აწყოში ვართ, ყანში ვართ და ეს მან უნდა გავიგოთ რა არის ახლა. მან. როგორ ზის შენში, არის თუ არა ის ვინმე სხვა. მან არის. აბა მიდი, დავალება ახლა ეს შენთვის. გაიგე რა არის მან არის და როგორ ზის ის შენში. აგენტ 001-ის დავალება მეგობრებო. თამარ აგენტ 001-ის დავალება გამოგზავნილია. შენ გაიგე რა არის მან არის და შემდეგ გაიაზრე სიტყვა მყარი. თუ მყართან კავშირში ხარ, შენ გეძლევა ტალანტის სახით, ტალანტები ხომ მოგეცა იმისთვის, რომ განავითარო, ხო და გეძლევა მერე უსასრულო ენერგია, რომელ ენერგიაშიც ვერც ერთი მინუს ენერგია ვერ
გამოლევს. ანუ რომელ ენერგიასაც ვერც ერთი მინუს ენერგია ვერ გამოლევს. ეხლა ამ სიტყვის მნიშვნელობით რომ გადავთარგმნოთ რელიგიური თვალსაზრისით, ვერც ერთ ანგელოს, ვერც ერთი დემონი ვერ მოირევ. ესე რომ გადავთარგმნოთ ეხლა. რას ნიშნავს ეს რელიგიური ენით? ასე რომ მეგობრებო, აბა გისურვებთ წარმატებებს, გაიგეთ თქვენ სიტყვა მყარის მნიშვნელობა და დაუკავშირდით მყარს. რაც იყო, რაც არის და რაც იქნება და რომელიც არ იცვლება. უცვლელია, ის მყარად დგას და იმ სამ მყარში შენც ხარ. ხარ. ასე რომ გაგოცეთ. კარგად.